პანკისის ხეობაში ჩამოვედით. მუსლიმ ბორჩაშვილია ჩვენი მასპინძელი, რომელმაც დაგვიგეგმა ყველაფერი თავიდან ბოლომდე და პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ სტიგმა, რომელიც არსებობს, რომ პანკისის ხეობაში რო შედიხარ პირდაპირ რაღაც საფრთხის შემცველი აქ ჩხრეკენ გაჩერებან, ასეთი არ არის ძალიან წყნარად ჩვენურად მოვედით მუსლიმის სახლამდე. შვიდ გარემოში ვარ. გამარჯობა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ პანკისში ჩამოხვედით და ისიც მიხარია რომ თქვენი მასპინძელი ვარ დღეს აქ და ჩვენს ძალიან გვიხარია და მგონია რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პანკისი მაინც თითქოს მიტოვებული მხარეა რა, არ დიდად შიდა ტურიზმი არ არის განვითარებული. ეგ კი არა, ინტერნეტში ვკითხულობდი, რომ უცხოელები უფრო მეტად სტუმრობენ პანკის, ვიდრე შიდა მოქალაქეები საქართველოსი. ხო, მეგობარ ქართველებთან შედარებით მასე მეც ვიტყოდი, რომ უფრო უცხოეთიდან შემოდიან ევროპიდან, ამერიკიდან და შეიძლება აზიური ქვეყნებიდანაც კიდევ და არ ვიცი, ქართველებს დღემდე მაინც აქვთ ხოლმე რაღაც განწყობა, რომ აქ ტერორისტები არიან, აქ რაღაც კრიმინალური დაჯგუფებები არის და ასე შემდეგ. თუმცა ეს ასე არ არის, თქვენ თვითონაც დაინახეთ. მობრძადით ასეთ მშვიდ შესანიშნავ გარემოში და ვფიქრობ, და დღეს გვექნება ექსკურსი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ნახავთ. თუ გინდა წამოდით, თან გავიაროთ იქით. ეს არის მემორიალი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების პატივსაცემად, სწორად ვთქვი? კი. კი. ამფითეატრია წინ. კი, 1985-86 წლებში აშენდა საბჭოთა კავშირის დროს, რათა პატივი მიეგოთ იმ ადამიანებისთვის, იმ ქართველი და ქისტი ვაჟკაცებისთვის, ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ, ასე ვიტყოდი და ძალიან ლამაზი ხედი იშლება, იქით მხარეს თუშეთის მთები ჩანს. იქით არის ფშავების სოფელი. კი, დედისფერული და მეორნაირად კაკლიანს ეძახიან ხოლმე ადგილობრივები და საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ასე ვთქვათ ძეგლია ეს დაბალგორას ამფითეატრი და მეორე მსოფლიო ომის მემორიალი. როგორც ადგილობრივი გიდს განსაკუთრებით მიყვარს ეს ადგილი და აი ტურისტებთან, სტუმრებთან რო ვიწყებ ხოლმე ამ ჩემს ტურს, პირველ რიგში აქ მოვდივარ. რომ პირველ რიგში ეგეც უთხრეთ მაყურებელს, შენ ხარ გიდი. კი. სტუმრებს მასპინძლობ უცხოელებსაც და ქართველებსაც და შენ სოციალურ ქსელს აღწერაში მიუთითებ და სულ ვისაც გექნებათ მუსლიმთან ერთად ჩამოდით პანკისში მიაქვარ, ჩემი მეგობრები აქ არიან და ქისტები აქ არიან. ძალიან უხარიათ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქისტებს, რომ აქ ვინმე რო ჩამოდის და რომ უმასპინძლებიან. ეს იქნება ადგილობრივი კერძებით, მსგავსი ტურებით და სტუმარ მასპინძლობა ქისტებშიც, ისევე როგორც აი მთის ხალხში, ქართველებში, ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღება ექცევა, ხო ესე? კი, ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია ისიც, რომ აი სტუმარ მასპინძელი, რომელიც ვაჟა-ფშაველამ დაწერა, აქ უკვე ქისტებზე და ხევსრებზე ესაუბარი. იმდენად სტუმარ მასპინძლობას, იმდენად დიდ აი სტუმარი რო უყვართ ქისტებს, ამაზეა საუბარი. აი ამის მაგალითია ზვია დავრი რომ მივა ქისტეთში და ჯოყალა რომ მიიპატიჟებს სახლში და მე ქისტები რო გაიგებენ ეს ჩვენი მტერია, მოსისხლე მტერია და ჯოყალა რო იტყვის რომ დღეს სტუმარია ეგ ჩემი თუნ ზღვა ემართოს სისხლისა და ზუსტად აი ეს არის იმის მაგალითი რომ ქართველებსა და ქისტებს შორის არის სტუმართმოყვარეობა, სტუმართმასპინძლობა და რა თქმა უნდა სხვა ხალხებს შორისაც გვაქვს ხოლმე. ხო, ძალიან კარგი. დღეს ახალ მეჩეთს ნახავთ, შედარებით ძველაშენებულ მეჩეთს, უკვე ადგილზე მოუყვეთ. ასევე ჯოყოლოში ნახავთ წმინდა გიორგის ეკლესიას და ნუ გავსინჯავთ ქისტურ კერძებს. აი ზუსტად მინდა რა ხან ჯოყოლოს ეკლესია ახსენეთ, ეგეც თქვა რომ ჯოყოლოს ეკლესიას ოლიან ადგილობრივი ქისტების ოჯახი, ცხადაძეების ოჯახი, აქაც უკვე გამაგარია, ეგეც როგორი პატივისცემა და თან აი სოფელ ჯოყოლოში მარცხენა მხარეს არის იქიდან უნდა ჩავიდეთ? კი, აქედან უნდა ჩავიდეთ და
მარცხენა მხარეს არის მეჩეთი, მარჯვენა მხარეს კიდე ის ეკლესია და აქაც უკვე რამდენად ის არის. თან პანკისი, ხო, კულტურული მრავალფეროვნების მხარეა. ევროპული კულტურა აქ არის, აზიური კულტურა აქ არის, არაბული, ყველანაირი კულტურა აქ არის და ძალიან მრავალფეროვანი გარემოა. დაახლოებით 8000 კაცია და ძირითადად მუსლიმები, ხო? ხო, ძირითადად ესია 2014 წლის აღწერებით 8000 ადამიანი იყო დაახლოებით და ეხლა ძალიან შემცირდა. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. კარგად, თავად. ეს მამიდაშვილია ჩემი ხოთაშორის. ძალიან სასიამოვნო ანა. და რამზანი მისი მეგობარი. რამზანი და სახელი ვერ გავიგეო. ზუბეი. ძალიან სასიამოვნო. ცოტა გავხართ ერთმანეთს. ხო, განსხვავება ის არის ძალიან ცელქია. ცელქია. მაგრამ ძალიან გულკეთილი, კარგი ბიჭია. იცით რისთვისაც ვიღებთ? მოყვა მუსლიმი? YouTube-ისთვის ვიღებთ. გამოიწერეთ რეჰანი აქვე. აქ გიცეკვია? კი. ხო? რამდენჯერმე. სცენა, ამფითეატრი და პანკისობა იმართება. აქ სკავებია ხოლმე და მთელი მოსახლეობაზე ის განსაკუთრებით ვიდეოისთან ჯაყოლოდან დადიან და თითქმის ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში იმართება ხოლმე პანკისობა, ძალიან ცნობილი ფესტივალი, სადაც როგორც ადგილობრივი ლოკალური ანსამბლები, ისე ქართველი მეგობრები ჩამოდიან, ქართული ანსამბლები ჩამოდიან, ახმეტიდან. ძირითადად აი საგამოფენო სივრცისავით არის ხოლმე ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს სინჯავენ ხოლმე ჩამოსული სტუმრები ანუ შეიძლება რეჰანიც დავგეგმოთ აგვისტოში. აუცილებლად. შეგვიძლია რაც ქართული და ქისტური კულტურის და სამზარეულოს რაღაცნაირი ერთობლივი ის გავაკეთოთ საგამოფენო. დოღიც იმართება ხოლმე, ხო? დოღი აქ იმართება ხოლმე ძირითადად აი ფესტივალის დროს, პანკისობის დროს, კონცერტთან ერთად ამ სივრცეში და იქიდან წამოდიან ხოლმე ის ცხენები და სხვა ზევით არიან და იქ ვინც პირველს დაეჭირს დროშას, ეგ არის ხოლმე გამარჯვებული. ძალიან კაი სანახაობა. და ძირითადად იქით არის მდინარე ალაზანი, რომელიც ბორბალორო არის მთა იქიდან ჩამოდის ეს მდინარე ალაზანი და იმ მხარეს არის ხოლმე რომ იპოდრომი ან რაღაცნაირად რიყის ადგილია და იპოდრომით მინდორია გაშლილი. არის ძველი მეჩეთი, ხო? ახალსაც გადავიღებთ კადრებს ავიღებთ. აქ რა ნაწილია ძველი შენობის შერჩენილი თუ მთლიანად განახლებულია? მოდი იმით დავიწყებ, რომ 1901 წელს აშენდა, როდესაც ჩეჩნები ჩამოვედნენ დაახლოებით მე-19 საუკუნის 30-იან წლებში და მერე უკვე ისლამიც რო გავრცელდა თავისთავად, მნიშვნელოვანი იყო სალოცავის აშენებაც, როგორც ქრისტიანულ ეკლესიებთან ერთად, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის არსებულ მნიშვნელოვანი შენობა, რომელსაც ქვია მეჩეთი. ჩვენი ენით მეჟდიკს ეძახიან ხოლმე, ქრისტიანად მეჟდიკ. მეჟდიკ. კი. და ეხლა ამისი ფორმა ეგეთია შემორჩენილი. ეს იყო აი იბერიულ კავკასიური ისინი რო არის ხოლმე კოშკები, ჩვეულებრივ მასზე, მე გუმბათი რაღაცნაირად და აი გახსნილი ის ქონდა ზევით, როგორც ეხლა არის. ხო, გუმბათი სადაივეს შორის. ხო, და მან რაღაცნაირად მიკროფონებით რაღაც იყო დამონტაჟებული და გვერდით კიდე ჩვეულებრივ შენობა იყო, აი მასეთი ტიპის და მე გვერდით შენობა. მე რაღაცნაირად დაუმატეს ეს რაღაც ორნამენტები, ტრადიციული ორნამენტები, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ რაღაც სილამაზე რო გამოხატოს და რაღაც სიმშვიდე და ჰარმონია. მუსლიმ აქ ძველი ისლამის მიმდევრები ლოცულობენ და ახალ მეჩეთში უფრო ფუნდამენტური ახალი ტრადიციული. ხო, აქ უფრო აი ძირითადად მიჰყობიან ძველ წარმართულ, ასე ვთქვათ, ტრადიციებს, რიტუალები აქვს, ხოლმე მაგალითად ამის მაგალითია ქალთა ზიქრი პერფორმანსი. და ქალთა ზიქრი მხოლოდ პანკისში როგორც იცი მხოლოდ პანკისში. ხო, რა მაგარია მეჩეთში ქალთა ზიქრი მხოლოდ პანკისში იმართება თუ სრულდება. სრულდება. დაახლოებით 1 საათიანი რიტუალია. რელიგიური რიტუალია. ღმერთს თხოვენ, ანუ ეს ქალები ერთ რამდენჯერმე ინტერვიუ ჰქონდა ამ წინამძღოლიანი რაის სამარგოშვილი ადგილობრივი ჩვენი ნათესავი და ეს ქალი გვიყვებოდა რომ აი რაღაცნაირად ღმერთთან ახლოს ხარო და შეგიძლია უსთხოვო რომ სოფლიოში მშვიდობა იყოს, ჩვენს გარშემო ყოველთვის მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს და ასე შემდეგ. მარტო მუსლიმებისთვის კი არ ლოცულობენ ხოლმე, ხან ქრისტურად ლოცულობენ, ხან არაბულად
წარმოთქვამენ სიტყვებს, ხან ქართულადაც კი წარმოთქვამენ და ძალიან კარგია. თან პანკიში რო ტარდება მარტო, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, მარტო პანკისისთვის კი არა, კულტურული მრავალფეროვნებაა და ძალიან დიდ კულტურასა და ისტორია შეინახა ამ მეჩეთმა პანკიში. ძალიან ბევრი ამბისა და ვითარების მომსწრე იყო და რა ვიცი, კიდე ბევრჯერ თუ იქნება გაგვიხარდება. იმიტომ რომ მუდამ უნდა იყოს ეს მეჩეთებიც და ეკლესიებიც ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას განაპირობებს, რომ მრავალფეროვნება არის ჩვენს ქვეყანაში. ისტორიულად დაიწყო ინსაიდში ჩვენი დეგუსტაცია. ყოველთვის მასე ვიწყებთ ხოლმე სტუმრები რომ მოყვავს ამ რესტორანში. თავისუფლად ეგ უნდა აღნიშნე აუცილებლად, რომ ინსაიდი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რესტორანია პანკისის ხეობაში, თუნდაც ერთადერთი, კიდე არის იქით კაფე, პანკისური ჰქვია მაგას. და ეს ინსაიდი აქ უფრო დიდი მენიუ არის და აქ უფრო მეტი შესაძლებლობაა რომ დააგემოვნო ადგილობრივი ტრადიციული ჩეჩნურ-ქისტური კერძები, როგორც რაც უფრო მეტად ჩამოხვალთ, მით უფრო მეტად ხელს შეუწყობთ ესეთი რესტორნების არსებობას და უფრო მეტის ტურიზმი იქნება, გიდებისთვისაც უფრო კარგი იქნება. ეხლა მითხარი ქისტურლზე, ძალიან გემრიელია, უალკოჰოლოა, ხო? და ინგრედიენტები აწერია ზედ. კი. და მომჯერა ერთი რაღაცა, რომ ბევრი თქვენს მაყურებელს ექნება გაგონილი ამასთან დაკავშირებით ინტერნეტ წყაროებში და შენგელიტო ხსაშვილი ადგილობრივი ბიზნეს მეწარმე, რომელიც თითქმის 5 წელია რაც აწარმოებს ამ ადგილობრივ პროდუქტს, ქისტურლოც, ჩვენს ტრადიციულ ლოც, რომელიც არის 0%-ით, ასე ვთქვათ, უალკოჰოლო. საერთოდ არ აქვს ალკოჰოლი და 3 წლიდან ადამიანებს შეუძლიათ ამისი დალევა. საინტერესო ფერი აქვს და ინგრედიენტებზე მგონი არ ვთქვი, ასკილი, შავი კუნელი, შაქარი, სვია და წყალი. კი, ცოტა მარილიც და ხო ცილაც აქვს. და ეს ყველაფერი ეს რესურსები მოეპოვება ადგილზევე ტყეში. თან ძალიან კარგია ამ გრადი განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ არ ჩამოაქვს, რაღაც შხამები არ არის და ადგილზევე ნატურალურ პროდუქციას ასაღებს და თან თავდაპირველად თვითონ სვია ალბათ შემოტანილია, ხო? ადგილზევე მთაშია ეს ყველაფერი. კი, კი, ყველაფერი, კი, კი. ყველაფერი აქვს ადგილობრივი ნატურალური. ხო, ძალიან კარგია ეგ. სხვათა შორის აქვე პატარა გადახვევას და ჩანართს გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს სტუმარმასპინძლობის ფონდი, ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი, რომელიც აი ბოლო პერიოდში ცოტა გაჭირვებაში მყოფ კომპანიებს ეხმარება. ვებგვერდიც გვაქვს აღწერაში მივუთითებ, იქ არის რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ დავეხმაროთ და ზუსტად ამ ნიშნით ავარჩიეთ, რომ დღეს გადამხდელი უნდა იყოს კომპანია, ანუ გარკვეული ბრუნვა უნდა ქონდეს ისეთი, ვინც სხვებსაც ასაქმებს და თან მცირეა და ან საშუალო რა. ხო და კარგია, კარგ საქმეს აკეთებს შენგელი აუცილებლად ვესტუმრებით. შევკვეთეთ ქისტური კერძები. რა თქმა უნდა. მოდი თუ გადავდეთ თავარ ნაწილზე, თავანდელი დღის. რომ მოვაკერძები, მერე მოვყვეთ თითოეულზე. მთელი პანკისი ახლა მაგიდაზე დატრიალდება. შეჩნეთი. დიმიტრის უნდა მე მგონი ამასობაში რაღაც კომენტარს გაგეცემა. არა, მე ესე არ შემოვდივარ, მე ესე ცხენით შემოვდივარ. მომენად. ეს აი ეს თუ არ ჩასვირვაშა. უიჭველი უნდა ჩასვა. ესე არ შემომიყვანთ ერთი წელი არ მინახიეთ თქვენ. შენები ხო გიყვარს და? და სარნახი ის არ გასულია თუჩე. წელს გამო თუშეთის 2 სერია იქნება, შარშანჭა წავედით პირველად. შეპესედაჩი. რეჰანის არხის გაკეთებას რო ვაპირებდით და გეგმავდით, არასდროს არ გქონდა დრო მედალაშას და რამდენიმე თვე ვერ მოვახერხეთ. აგვისტოში შვებულება გქონდა ორივეს ერთთვიანი და აი ვთქვით, რომ სადაც დასასვენებლად წავალთ, ის გადავიღოთ და პირველი გადავიღეთ თუშეთი, რომელიც ლაშას არ მოეწონა, რაღაც არ არისო მთლად ისეთია და არ დავდეთ პირველ ეპიზოდად და დიტოც იყო თუშეთში ჩვენთან ერთად. ეხა გონია, რომ ის თუშეთი დადებულია და ერთი წელია მაყურებელი არ მინახავს ეიძახის. მაგრამ თუშეთი აუცილებლად იქნება წელს ეპიზოდში. დავიწყოთ. მოდი მე ესე გავჭრე და ისე გადავიხებ. ეს არის საქონლის ხორცი. იშლება, ეთყობა რომ კარგია. ეს არის ცომი. არ თქვით კადრში, მუსლიმ, რა კერძია?
ეს არის ჯიჯიკ გალნიში. ანუ ცომის ნაჭრები მოხარშული იმ წვენში, რომელიც წვენიც ანუ ეკუთვნის ამ ხორცს. ანუ ეს ხორცი ხო არის მოხარშული წყალში და მე მაგ წყალში ხარშავენ ხოლმე ამ იმას ცომს. კი ბატონო. წვენში. ანუ ნახარში, ხორცის ნახარშია, არ გინდა ნიორწყალი? ცოტათი ასე. ხორცის ნახარშია ნიორიც ძალიან მოხარშული. გემრიელია ხოლმე. ეს კერძი განსაკუთრებით ზამთარს არის გამორჩეული. ზამთარში? კი. დავიწყეთ. ცეცხლთან რო დაჭრები და დავიწყეთ. მომენტთან ინკალით შემოგვესწრო. მადლობა. მოდი აქეთ. აჰა, აი აქ დადედი. საკშუაში და აი აქ. ხო. ისე მეყვარს ეს მოხარშული ცომები. აქ შენ ხო ნიუ-იორკი გვაქვს, აი ჩეჩნეთში იციან კიდე და ჩემს ოჯახშიც ამზადებენ ხოლმე მოხარშული კარტოფილის ისიც აქვთ ხოლმე соуსი. კნეპენ ხოლმე ამ იმას კარტოფილს მართლა არ გამიგე მოხარშული კარტოფილი. ძალიან გემრიელია ხოლმე სტაფილოს, კარტოფილისა და იმათი ნახარში. ხორცი არის ძალიან რბილი და მიყვარს საქონლის ხორცი, ესეთი რბილი როგორია? როგორ არის? აი ნახარშია და მაგ. კარგი ხორცი ეთყობა ხო, იმიტომ რომ ნახა ეს არის იმის ხაჭას ხენკალი. კაია. ნიორწყალი ძალიან უხდება. მოკლედ რბილი, ნაზი. ძალიან არომატული კერძი აღმოჩნდა ჯიჯიკ გალმიში. ნიორიც უხდება. ნაცნობი და ახლო გემოებია. ჩვენთვის, ნუ პრინციპში ეგრეა, კულინარიაც ესე მეზობელ ქვეყნებს ხალხებს შორის როგორც წესი. ხო, სულ ამბობ ხოლმე რომ ბევრი რამე გაერთიანებს გისტებსა და ქართულებს, ძალიან ბევრი. თან კავკასიელებს მით უმეტეს ეს ხორცი და ცომი მუდამ. კარგი, აუცილებლად გასინჯეთ რომ ჩამოხვალთ თუისში. აბა ხინკალი. ლუდი აუცილებლად უნდა დავაყოლოთ. ხინკალი არის ტოპ. ლაშა ხო სულ შენიშვნას მადლობს. გამომწერები ხო სულ მწერენ და ვერ დავიმახსოვრე ეს ხინკალი რამ ხრიდან უნდა დავიწყო ჭა. საქონლის არის. მწვანილოდ. რა თქმა უნდა. მადლობა. სადმე. ეს არის ტაბულე. უფ, წვნიანია. გამრიელია. ცომია სახლური. და ეგ კარგია, მე მიყვარს სახლური ცომი ხინკალში. სახლებში იცით უფრო ანუ გლეხური მას ამზადებენ ხოლმე გლეხურად. უფრო ნაკლები ცომი არის ხოლმე და ძალიან ბევრი შიგთავსი. აქ კარგია ბალანსი. თან ეს ბუნებრივ აირზე მოხარშული ცოტა ისეთია ხოლმე და აი ცეცხლზე ეზოში რო დადგამდით ქვაბს და იმას სხვა გემოვა. თივლური იმით რომ მოხარშავ. ცეცხლზე გამახსენდა, ჩვენ მეორე არხიც გვაქვს. რეჰანი კუკინგ ქვია და მიქარი ცეცხლზე მზადება. გამოიწერეთ რეჰანი კუკინგ. ჩვენც გამოიწერე მე და ნახავ. ხაჭოს ხინკალი. ეს ერბოა თუ კარაქი ნეტაზე ვიდან. ერბო. ანუ ახლა თვითონ ეს ერბო კარაქისგან მზადდება და ხო? ერბოა მე მგონი. და მე მგონი ხაჭოს ყველიც აქვს. იმას უფრო აი ჭავაბილგიში რო არის ხაჭაპური აქვს ხოლმე გარეული. ესეც როგორი ხაჭოა, იცი, ან ძალიან ცხიმიანია, იმიტომ რომ არი ფანტება ხაჭო და ძალიან ხაჭოს გემოზე არ მიყავს. კაია. ამას უფრო ბევრი ერბოც უხდება ხოლმე. ერბო აქვს ბევრი ზევიდან და ძალიან თხელია. ნახოთ, გავსინჯოთ ჭაბილგიში. უფრო თხელიც უნდა ყოფილიყოს უფრო რაც გენია. რა თხელია. ხალია. მართლა ძალიან ხაჭოთია გემრიელია. ესეც ხო? კი. ცოტა ხაჭო. და ცოტათი ყველი მე მგონი. ხო, და ბევრი ერბო. ვისაც ცხიმიანი არ ყავს, შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მე მომწონს. მახე სალათების დიდი ისიც არის. ვერსიები, სალათებიც ძალიან ბევრი აქვთ. ხო? ვისაც ცხიმიანი არ აქვს. არა, ხო, მაგრამ ადგილობრივი ამბავი რომ უნდა გასინჯო რა.
გამონაკლისი შეიძლება ჭაბილგებსა. ხო. სტანდარტული ხაჭაპურისგან ძალიან არ განსხვავდება. და ტაბულე დაგვრჩა, ცოტა უკუღმა დავიწყეთ, ხანდახან შვებით ხოლმე ესე ეპიზოდების დროს სალათი ბოლოსკენ მოვიტოვეთ. რისგან არის ოღონდ არ ვიცი, იმას გავს, ხორბალსაც გავს. კიტრი პომიდრის სალათა, მწვანილი, ლიმონი და ზედ არის კიდე ის ოსპი თუ რაღაცა ეგეთი. ოსპია. ოსპი. გემრიელი კი არის. გავსინოთ ტაბულე. მწვანილები. იმედია ლაშაც გასცენჯავს სტაბულის. იმედია ლაშასაც დარჩება. მაინც არ მეოსპება ეს. სალავი როგორ. რატო ეს ფიქრობ რაღაც განსხვავებული ის არის, მე უნდა ვკითხო. ყავე ხარ ჩვენს არავის. აი მასალაზე რა დავაბუნე. ცოტა სიცხარეც აქვს. ლიმონის სიმჟავე უხდება. მწვანილებიც ისეთ ცოცხალ არომატს აძლევს. კარგია. ცოტა არა, კაი სიცხარე აქვს. ხენკალიც კარგია ხოლმე როცა ცხარეა. ხო, წიწაკა აქვს. ძალიან გემრიელია ტაბულე. ტაბულეში ხორბალია თუ ოსპი? წითელი პარასკევია და არ ამგონია რამე. ბურღული? რომელი? წითელი? ოსპია წითელი? ხო, გონია გარი. კარგი. ქაბაბთან ერთადაც არის ხოლმე ეს ბრინჯივით რაღაცა. ქაბაბთან ერთად? კი. ვა. იციან ხოლმე ეს. კარგი, მადლობა. აქაურებაც თქვენი ხედვით და გემოვნებით არის გაკეთებული? კი, ყველაფერი. აქ არაფერი არ იყო, ერთი ძველი ეს სახლი იდგა, მაგრამ ერთი შემთხვევით მე ადრე მღეროდის სცენაზე გამოვდიოდი. სამსახიობო ხელოვნება მაქვს დამთავრებული, მაგრამ ტრადიციების გამო მე სახლში დავრჩი. ასე რომ ვთქვათ, მღეროდი და გამოვდიოდით ხშირად არტგენზე. ტრადიციისამებრ გამოვდიოდით ყოველ წელს. და იქ ჩვენი ეს ჩეჩნური სიმღერები, ფოლკლორი წარვადგინეთ, შემდეგ ლეზგინკა და უკვე მოვდიოდით სახში რომ ვიღაცა გამომეკიდა და დამტროული რუსულით კითხა, ერთი წუთით მოიცადეთო და მეო პოლონელი გიდი ვარო რუსულად მითხრა და შეიძლება ევროპანკაში ტურისტები მოვიყვანო და კონცერტი იქ რო გვაჩვენოთო და მე მაშინ ევროპაში წასვლაზე ვფიქრობდი. ევროპაში ემიგრაციაში მინდოდა წასვლა, იმიტომ უმუშევრობა იყო, არანაირი პერსპექტივა არ იყო, რაღაცა იმედგადაწურული ვიყავი და ვიფიქრე რომ წავალ, შრომა მიყვარს, ვიმუშავებ, მეც ავაშენებ, ახლა დღეს რო შენდება ბევრ სახლს, რაღაცა და კარგად კომფორტულად ვიცხოვრებ მეთქი და უკვე გამზადებული ვიყავი წასასვლელად. მე ვთხარი რომ მე არ ვიცი მე ვიქნები თუ არა, მაგრამ როგორ გაბედავთ მეთქი იქ შემოსვლას თქვენ არ გსმენიათ მეთქი, მართალია არ არის ასე, მაგრამ არ არისო ჩემთვის პრობლემაო და ჩამოვიდოდიო. თუ მომისწრებთ მეთქი და ეგრევე ხელზევე დაუწერე ტელეფონის ნომერი და წამოვედი მე. სულ დამავიწყდა რომ ეს ხალხი უნდა მოსულიყო. აქეთ შემოვიდა. ხო. სულ დამავიწყდა რომ ეს ხალხი უნდა მოსულიყო და გავიხედე უკვე რო იტყვიან ხოლმე ქართულად აი ჩემოდლებზე ბიჭექი, გავიხედე და ვიღაცა მოვიდა. გამარჯობა თუ მიცანითო და მე ჯგუფი მოვიყვან და კონცერტი გვინდაო. აი მე გავუცდი, ჩემებურა და ვიცი მე უთხარი ბოდიშს გიხდი. მაშინ არც ყვავილი არ იყო აქ ეზოში, არაფერი არ იყო, აქაც არაფერი არ იყო, აქ საქონელი ყავდა, გომური ქონდა და სოფლის მეურნეობა ქონდა დედას. შემოვიდა ეს არის დედა ჩემი. ძალიან სასიამოვნოა. ეს არის მარიამი ჩემი ქალიშვილი, სწავლობს ილიას უნივერსიტეტში. გამარჯობა. მერე ჩაუტარეთ პოლონელს კონცერტი. კი, გადავრეკე, არ ველოდებოდი, ესე ადამიანურად გოსმართ მოყვარებიდან გამომდინარე დავპატეჟე ჩაიზე, წყალზე, რაღაც და ძალიან სწრაფად მინდოდა რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და სამი სოფლიდან უნდა შემეგროვებინა ეს ხალხი. დაურეკე რომ აი ესე უნდა წავიდეთ, კონცერტი უნდა მივცეთ და მაშინ იყო 30 ლარი 1 საათიანი კონცერტი და ის ჩვენთვის მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. გადავედით სადღაც დანგრეულ კლუბში, წყალს გაღმა, იქ ჩავატარეთ კონცერტი
წამოვედით, ხშირად ყვები ხოლმე ამ ისტორიას, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ისტორიას აქვს ჩემი აქ დარჩენის და ჩემი წინ წასვლის ისტორია და ამიტომ ხშირად ყვები ხოლმე ამ ისტორიას. წამოვედით და ეს გიდი მეუბნება, რომ ეს არის მარჩინ ზარემბა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს ახლა და მითხრა რომ ჩვენ დარჩენა გვინდა თქვენთან. აი მე რას ამბობთ, მე ვთხარი ერთი ჟანგიანი კენის საწოლები დგას მეთქი არც არის ადგილი 8 ადამიანი სად დაგაწვინოთ. ვერ დაგაწვენთ მეთქი ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. არა მაქვს ეგ პირობები, მე წასვლას ვაპირებ, ძალიან ვიმეორებ რომ წასვლას ვაპირებ ევროპაში და მითხრა რომ არ არის პრობლემა, მაინც და მაინც მინდა აქ დავრჩე და კარვებს გავშლითო. თუ დისკომფორტს არ შეგექმნით, მე ვთხარი გაშალეთ მეთქი და გაშალის 3 კარავი დადგეს აქ ეზოში და მითხრა რომ რა გაქვთ ტრადიციული რომ მოგვიმზადოთ. მე ვთხარი ერთი ხორცი ცომთან ერთად მოხარშული ჯიჯი გალანიში მეთქი იქნება მოგვიმზადოთ. არც მიფიქრია ფულზე, მაშინ ვრცხვენოდა ფულის აღებაც. და დავიწყეთ მომზადება გარეთ მაშინ გაზიც კი არ ქონდა ჩვენ შუქების პრობლემაც კი იყო და გარეთ დავანთეთ ცეცხლი მომეხმარნენ ვეუბნებოდი ესე უნდა გავაკეთოთ და თან ვუყვები ჩემ ისტორიას თუ რატომ მივდივარ დამისვეს ასეთი კითხვა თუ რატომ მივდივარ ევროპაში რატომ არ ვრჩები აქ და თან სიამაყით ვამბობ რომ მე ევროპაში მივდივარ თან ეს რუსულად საუბრობდით ასე რომ ვთქვათ მე ინგლისური არ ვიცი ვუყვები ჩემს ისტორიას ამზადებაში და ესე გასწავლა 1-12 პირველმა საათმა მაგათ ივახშმეს რაღაც დილით ადგნენ იქ ჩაი მოუდუღე იქ ბალახი დავკრეფე ეს პიტნა და რაღაცეები და წასვლისას მეუბნება რამდენი უნდა გადაგეხადო და მე ვთხარი რას ამბობთ მე ვთხარი მე ფულს არ ავიღებ მე მაინც ევროპაში მივდივარ ეს ჩემი სტუმართ მოყვარეობა იყო რაღაც და ამ ადამიანმა მითხრა ასეთი რამ რომ ლეილაო თქვენ ისე გიხდება თუ აქაურობაო რომ არ წახვიდეთ ევროპაშიო და მოდიო ევროპელები აქ ჩამოვიყვანოთო და ამ ადამიანმა დამიტოვა გარკვეული თანხა რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ფული იყო და ასე მითხრა რომ მე 2 კვირაში დავბრუნდები კიდე მოვიყვან ჯგუფს და შენთვის საჭირო ნივთები იყიდი ამით იქ თეთრეული იქნება ჭურჭელი იქნება რაღაცა მიამატე ძალიან მწხვენოდა რომ დამიტოვა ფული, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ავიღე და ეხლა ვფიქრობ რომ ამდენი ფული მომცა ხელში და მოდი მე ბილეთები ხო არ ვიყიდო ხო. მე ვიფიქრე ჩემს უკან ამდენი ხალხი დგას და ამას არც გავაკეთებდი, მაგრამ მომდიოდა იმდენად მინდოდა ევროპაში წასვლა რომ მომდიოდა აი ეს თავში. ხო და ანუ ეს ეგ ყველაფერი იყო საწყისი რომ აქამდე ეგ იყო საწყისი, იმიტომ რომ იმ ღამეს ყველაფერი გონებაში ჩემს თვალწინ გაიარა, როგორი ბუნება გვაქვს, როგორი ნატურალური პროდუქტი გვაქვს აქ ადგილზე, ჩვენი ბოსტანი მოყვავს, აქ ახალი ხორცია, აქ ყველი მზადდება, ხაჭო ამოდის, ძალიან ულამაზესი ბუნება. ჩვენი კულტურა კიდე ცალკე საინტერესო, რომელიც ხო, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერმა გაიარა ჩემს თვალწინ, ეს რო შევთავაზო ტურის რა კარგი იქნება და ეს ადამიანი მოვიდა 2 კვირაშიც 3 კვირაშიც მრავალჯერ მოვიდა ეს ადამიანი და აი ასე რომ ვთქვათ პლინტუსიდან დავიწყე ამ ყველაფრის შენება დავიწყე ყვავილების დარგვა დავიწყე ბაღის გაშენება ნელა ბევრი რაღაც კიდე რაღაც ორგანიზაციებიც იქ აწარმოეს საქართველოს იყო თუ კიდე სხვადასხვა ორგანიზაციები დამეხმარნენ წინსვლაში რო ხედავდნენ რომ ადამიანი რო შრომობს გვერდში უდგებოდნენ და მოკლედ აი ასე მივაღწია დღემდე ამ ტურის და დღეს სოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის აქ ტურისტები. მართალია რომ უცხოელი ტურისტები უფრო მეტი არიან, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მხოლოდ და მხოლოდ შარშან, აი რამდენიმე ჯგუფი იყო, ქართველები არ მოდიან.
აქ არიციან ეშინიათ მეც თუ რატო არა როგორ შეიძლება ახლა ეშინოდეთ რა არის აქ საშიში სტიგმა და სტერეოტიპი არის ყველა გვიცნობს ვინ ჩამოვა და დიდი სიამოვნებით მეორე და მესამედ მოდიან რომ რამდენად სტუმართ მოყარე ხალხი ვართ და ჩვენ უკვე დავგეგმეთ მე და მუსლიმმა შემდეგი ვიზიტიც კი ხო და აი ასე უნდათ ხოლმე შემდეგი ვიზიტის დაგეგმაც იცეყვნენ მოკლედ აი ასე აუცილებლად ასე გადავწყვიტე რომ დარჩენილიყავი აქ და აი ასე ნელა-ნელა წამოვედი და ალბათ ხო და ქალბატონ ლეილასთან ეხა გავსინჯავთ ჰალვას რომელიც განსხვავებულია და ისეთი არ არის როგორც წარმოგვიდგენია მარკეტებში როგორც იყიდება ხო და ჩაის ძალიან განსხვავებულია და ძალიან უყვართ ხოლმე სტუმრებს, როცა მოდიან და ყოველთვის მიკვეთავენ, რომ ჰალვა უნდა დაგვახვედროთ ჩაისთან ერთად. მე არ გამისინჯავს და მე ხარ დღეს გავსინჯავ. კი ბატონო. ეს არის ხოლმე? კი, თაფლი, ცომი, კვერცხი, ხო, ქვილი და კვერცხი. დიახ. ხორგე შეიმატა ასე. მოდი ყველგან ჩამოვას ხან ცოტა ფერს, ხო? ვის როგორი მუქი უყვარს რა. ისე უნდა დაასხათ ვის როგორი. დაგისხა? ხო, მუქი. შენ ძალიან ღია გეყო. კაი, შენ ლაშა? ჭრელები. მუსლიმი ყოფილა წლის საუკეთესო მოხალისე. 60 პროექტი, რამდენი თქვი? 60 ინიციატივა, მათ შორის პროექტები, ტრენინგები, აქტივობები და ერთი წლის განმავლობაში 2024 წელი. ჩვენი საამაყო ახალგაზრდა ბიჭია, მუსლიმი, ყველანაირად. კი. კაი, ეხა გავსინჯო ხალვას და ვაშე მგონი ყველას შეხვდა ჭიქა ხო? კი, ჭიქა ყველას შეხვდა. გემრიელია ხო? ძალიან გემრიელია. ამას ეს ძალიან შრომატება, ეს ძალიან სწრაფად ისე იჭრება ხოლმე და ძალიან წვრილად იჭრება. ხელით მზადდება ეს. ძალიან გემრიელია ესეთია. მარტივად არ კეთდება, ეს ძალიან შრომატევადია და თავისი დოზები უნდა ამას დოზა, რამდენი უნდა თაფლი, არც ბევრი არ შეიძლება, არც ნაკლები. ესე იგი არ არის ძალიან ტკბილი. ხრაშუნა თან თაფლის გემო ხდება და ცოტათი ბურბუშელის გემოზე მიყავ ხარ, აი, სულ ოდნავ. მაგრამ არ გავს არაფერს, არ ვიცი რას გავს. ჰაეროვანია თან. ჯანსაღი, სნექი. მოშა, გასინჯე. სოფელ ჯოყოლოში ვარ, წმინდა გიორგის პატარა ძალიან საყვარელი ეკლესია. რომელი წლის არის იცი? 19 საუკუნის 80-იან წლებში გახსნეს, მაგ დროს აშენდა და მაგ დროს აკურთხეს, როგორც იცი, გადმოცემით ისტორიული წყაროებიდან 1888 წელს აკურთხეს პირველად. და ნიშანდობლივია ისიც, რომ აქ ჯოყოლოში სანამ ჩეჩნები გადმოვიდნენ 19 საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტიანები იყვნენ მეცნად, დღესაც სახლობენ ქრისტიანები, ქრისტიანული თემთან ერთად და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ ქრისტურ თემთან აქ ქართველებს, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ და ქრისტების ოჯახში ინახება ეკლესიის გასაღებიც და თუ სახლში არიან და გავაღეთ შეგიძლიათ ხო, იმასაც დავამატებ, რომ ძირითადად ამ ეკლესიის, ანუ რახან დაკეტილია და აქ მიტოვებულია ქრისტური ოჯახის ხანდაძეების ოჯახი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აი ამ მხრივ პატივს სცემთ ჩვენს ქრისტიან მეგობრებს და რა თქმა უნდა ამ ოჯახის დამსახურებაცა ეს ფაქტი რომ არსებობს ამ ხეობაში და ამ სოფელში. აი, მოდი აბა ახლოსაც მივიდეთ. და ძირითადად იხსნება ხოლმე აი აღდგომებზე და ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო ამბავია ის, რომ აღდგომას დაიდება ეს ეპიზოდი
და ზოგადად არ ვიცი, ჩემი გაგებით და ჩემი აზრით, ქრისტიანობაც ზუსტად და სხვა რელიგიებიც მაგას ქადაგებენ, რომ იმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვა აღმსარებლობის და აია რაღაც სიმბოლური. ტაძარი აღდგენილ იქნა გიორგი გოგა გახოკიძისა და მისი მეგობრების მიერ. მე-20 საუკუნის ბოლოში აღუდგენია. 90-იან წლებში. ძალიან მიხარია და სულ ამბობ ხოლმე აი ქართულ მეგობრებს რო ხვდები, რომ აი ჩვენთანაც არის ეკლესიები და ვუვლით ამ ეკლესიებს თავისუფლად და ქართველი და ქრისტიანი ერთად ცხოვრობს დიდ კულტურულ და მრავალფეროვან ხეობაში. ერთად უნდა იცხოვროს. წამო გავისეირნოთ იქით ალაზნის. ხო, ალაზნის პირას შეგვიძლია მისვლა აქეთ? კი, რა თქმა უნდა. წამოდი, აბა იქითაც იქ ხიდიც არის დავასრულოთ. და სხვა სოფელშიც გადადიან ხოლმე იქიდან. დავიწყეთ ლუდით, ვასრულებთ ყავით მე და მუსლიმი. მადლობა პანკისის მოგზაურობისთვის. ძალიან კარგი დღე იყო. ალაზნის ხიდზე ვდგავართ და უკან ესეთი ხედი გვაქვს მთების თუშეთის. გაგუფუჭეს კადრი. თუშეთია უკან. კი. არა უშ. თუშეთი უფრო აქეთ მხარეს არის დართლო და ესენი და აი კავკასიონის მთების უკან უფრო ის რუსეთის ფედერაცია, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი და ინგუშეთი. ხო. მადლობა. ჩამოდით პანკისში, გასინჯეთ ადგილობრივი კერძები და დარჩით ძალიან კარგ გესტჰაუსებში. დასთარია მუსლიმი გაგიწევთ გიდობას. მე აქ ვარ და ნებისმიერ დროს გაგემასპინძლებით, ჩამოძანით ამ მშვიდობიან კუთხეში, ამ შესანიშნავ კუთხეში. არ გჭირდებათ პასპორტი, არ გჭირდებათ ვიზა. მადლობა ანა თქვენ, მადლობა ლაშას და იმედია შემდეგ ჯერზე ლაშაც უფრო გამოჩნდება ჩვენს იმაში. იმედია შემდეგ ჩამოსვლაზე 20,000 გამომწერზე ვიქნებით და ლაშა იქნება კამერის წინ. მანქანა უნდა გამოვატაროთ.